საქართველო ყოველთვის იყო მსოფლიოში ეთნიკურად ერთ-ერთი მრავალფეროვანი ქვეყანა. ვის აღარ შეხვდებით აქ, ჩრდილო და სამხრეთ კავკასიელებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს, ქურთიეზიდებს, ოსებს, დაღესტნელებს. თუმცა კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი ამჟამად უძველეს ალბანელთა ერთადერთი შთამომავლებით, უდიებით დაინტერესდა, რომელთა გასახლების არეალიც მსოფლიოში მხოლოდ 3 სოფელია. ნიჟი და ვართაშენი აზერბაიჯანში მდებარეობს, ხოლო საქართველოში ისინი ყვარლის რაიონში, სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ. ჩვენ კავკასიური სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებს დაგვაინტერესა უდიების ისტორიამ, კულტურამ, ენამ და მათმა თანამედროვე პრობლემებმა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთხელ ჩავსულიყავით სოფელ ზინობიანში, მოგვენახულებინა ამ უძველესი ხალხის შთამომავლები და მათ შესახებ ცოდნა უფრო გაგვეღმავებინა. ვიდრე ზინობიანში ჩავიდოდით უდიების ენასთან, კულტურასთან და თანამედროვე პრობლემებთან დაკავშირებით, ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ ცირა ბარამიძეს გავესაუბრეთ. ქალბატონო ცირა, რას გვეტყვით უდიებთან, როგორც ალბანელების ერთ-ერთ და დღემდე შემორჩენილ ერთადერთ ტომთან დაკავშირებით, როდიდან სახლობენ ისინი საქართველოში და როგორი არის მათი მდგომარეობა, როგორც ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობა აზერბაიჯანში. უდი ხალხის ისტორია ეს შეიძლება ითქვას საუკეთესო ნიმუშია იმისა, ჭყალებში საუკეთესო, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ლინგვისტური გეოგრაფია, ლინგვისტური რუკა ისტორიის მანძილზე. უდი ხალხის ისტორია გადაჯაჭვულია პირდაპირ ალბანელი ხალხის ისტორიასთან, მიჩნეულია ალბანური ენის მემკვიდრე ენად, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ალბანურში რამდენიმე დიასისტემა და ენები შემოდიოდნენ, უდიები არიან მათი მემკვიდრენი, დღეს ეს მეცნიერებისთვის უკვე აღიარებული ფაქტი. ეს არის კავკასიის ალბანეთი, უძველესი კულტურა, რომლის ტერიტორიაზე დღეს დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოა. სხვადასხვა ისტორიული წყაროები, სხვადასხვა ტერმინს იყენებს ალბანელების შესახებ, ანუ როცა ალბანელებს გულისხმობ, რომ უდების წინაპრები არიან ისინი და მათზე თუ დავიწყებთ საუბარს, მე-10 საუკუნიდან ეს ენა ქრება ასპარეზიდან. უცნაური დამთხვევის წყალობით სოფელ ზინობიანში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლი, ნუგზარ კულაკამიშვილი უდინი აღმოჩნდა. ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს და მას მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით. ჩემი სოფელი გადმოსახლებული არის აზერბაიჯანიდან 19 საუკუნის 1917 წელს ჩამოსახლებული. წამოსულია დაახლოებით თავიდან წამოვიდა 60 კომლი. მე როგორც ვიცი გადმოცემით ჩემი წინაპრებისაგან და მე თანდათან დაემატა ხალხი. ეხლა დაახლოებით 120 კომლი იქნება, ხო მეტი აღარ უკვე სოფელი დაიცალა თითქმის. ახალგაზრდები წასულები არიან ქალაქში. ძირითადად მოხუცები დარჩა. მეუღლე მყავს და 3 შვილი. უდინური კარგად ვიცი. სოფელში ჩასულები ზინობიანის ერთ-ერთი პირველ მოსახლის, ქალბატონ ოლღა ქუმსიაშვილის სახლთან გავჩერდით. ის რომ იტყვიან თავისი სოფლის, ხალხის, ისტორიის ნამდვილი ჭირისუფალია და შეუძლია დაუღალავთ ისაუბროს უდინების ისტორიაზე, ტრადიციებზე, პრობლემებზე. მე ჩემი სოფელი და ჩემი ერი მაინტერესებოდა და მაინტერესებს კიდე და მაინტერესებს რომ აბა უცნაური ამისა ეკანაკინანი ამისა биш ბიხაჯონ ია ხეთათე ვანან ჰარა ჰათარა ია ალა ბიხაჯონ ბეშხოლ ბერგი ხეთათე ვანან ბეშხოლ ბერხსა ჰაისა მე კიცკე აიზნე და კონჯურნუტე ქალბატონი მარინა ჯეირანაშვილი და ქალბატონი ოლგა ქუმსიაშვილი წლების წინ აზერბაიჯანიდან საქართველოში გამოთხოვილი უდიები არიან. ორივე ქალბატონი სიამოვნებით დაგვთანხმდა გაგვსაუბრებოდა უდინების ყოფაზე და ტრადიციებზე, ასევე იმ სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ზინობიანის მკვიდრთ აწუხებთ. მე აქ ჯეირანაშვილი გვარზე ვარ მოსული, აქ ამყავს ოჯახი და ვარ მოსული აზერბაიჯანიდან. ვარ უდინი. სოფელს ნიჯიდან. ხო და ეს ქალბატონი კიდე ისე აზერბაიჯანიდან არის, მაგრამ ეს არის ვართაშენიდან. როდის ჩამოწანდით? მე 30 წელიწადი აქ ვარ, ოჯახი მაქვს და შვილები და შვილიშვილები. ჩემი ცხოვრება უკვე ამის მერე აქ გაგრძელდება. თქვენ როდის ჩამოხვედით და რატომ? მე ჩამოვედი, გათხოვდი აქ საქართველოში 1965 წელს. გვარითა ვარ. ძიგიროვა, ქუმსიაშვილი, ოლგა აკუნიას ასული.
ჩამოვიდე აზერბაიჯანიდან, ვართაშენის რაიონიდან. უდიური ენა არის თვისტომი ენა დაღესტნური ქვეჯგუფისა, კერძოდ ლეზგიური შტოსი, რომელშიც 10 ენა შედის და მე-11 იყო ალბანური ენა, რომელიც დღეს მკვდარი ენა, მაგრამ მის ცოცხალ ნაწილად ჩვენ განვიხილავთ უდიურ ენას. უდიურმა ენამ განიცადა ძალიან დიდი დიფერენცირება დანარჩენი ქვეჯგუფისაგან და ამავდროულად შემოინახა უძველესი ენობრივი ვითარება, რომელიც გააჩნდა უნდა ჰქონოდა ალბანურ ენას. 50-იანი წლებიდან უკვე დაინერგა უდიური სწავლება, მას უძღვებოდა ევგენი ჯეირანაშვილი, ეთნიკური უდი და შეიძლება ითქვას არაჩვეულებრივი მკვლევარი ამ ენისა. აი ასეთი სახელმძღვანელო, რომელიც მან შექმნა, ერთი მხრივ პრაქტიკულად ასწავლიდა სტუდენტს ენას და მეორე მხრივ მას უჩენდა მეცნიერის, მკვლევრის კომპეტენციას და мотивაციას იმის, რომ შემდგომში თვითონ ეკვლია ესა თუ ის ენა და კერძოდ უდიური. ეს არის უნიკალური სახელმძღვანელო, რომელშიც არის მცდელობა, რომელიც ქრესტომატია და ამავდროულად არის ლექსიკონის გარკვეული ფორმატიც, არაჩვეულებრივი მიგნებებით, ეს არ არის მხოლოდ გრამატიკა, არამედ სამეცნიერო, არ არის მხოლოდ აღწერა, არამედ არის სამეცნიერო ანალიზი კონკრეტული საკითხებისა. სწორედ წელს ივნისში სრულდება ჯეირანაშვილის გარდაცვალების 30 წელი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენთვის საიუბილეო თარიღია, იმიტომ რომ ის იყო გამორჩეული პროფესორი და გამორჩეული მკვლევარი, უშუალოდ ეთნიკური უდი, რომელსაც შეეძლო ამ ენის სიღრმეებში წვდომა და ამავდროულად იყო არაჩვეულებრივი პროფესორი, პედაგოგი. ჩვენმა ინსტიტუტმა მოიგო პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო შოთა რუსთაველის ფონდიდან ვახორციელებთ სახელმძღვანელოებს, იბერიულ-კავკასიურ ენათა პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ აქვს, მას ახლავს ლექსიკონები და ასე შემდგომ. 5 ენაა სულ შერჩეული საწყისი ეტაპისთვის და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული ამ 5-ში არის სწორედ უდიური ენა. უდიური ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო, მოდერნიზებული თანამედროვე მეთოდოლოგიით, აღჭურვილი ელექტრონული ჩანაწერებით და რაც ყველაზე მთავარია, ლექსიკონის დართვით, ეს იქნება ელექტრონული ფორმატი სახელმძღვანელოსი, შემდგომ გამოიცემა კიდევაც. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ინსტიტუტის დიდი წარმატება და იმედი გვაქვს, რომ ამ ენის სწავლებისა და კვლევისათვის იქნება მხარდაჭერა არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებისაგან, არამედ თვითონ ამ ეთნოსის წარმომადგენელი ეთნიკური პირებისაგან და სტუდენტები თვითონ სტუდენტები მოვლენ ჩვენთან სასწავლებლად, ჩვენ ეს პრაქტიკაც გვაქვს, თვითონ ეთნიკური უდები რო სწავლობენ ჩვენს პროგრამაზე და სწავლობენ მათ შორის თავიანთმშობლიურ ენას და ეს ტრადიცია გაგრძელდება. ეს სახელმძღვანელო მისი უდიური ენა აი ახლა ამ გადასახედიდან მე როგორც ამ ენის სპეციალისტი და მოგეხსენებათ ვასწავლი კავკასიოლოგიის ინსტიტუტში ამ ენას თვალს რომ გადავავლებ, აი შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე სახელმძღვანელო შეიძლება კიდევ ამ ენიდან ამოიჭრას. ბატონი ევგენი ახალგაზრდა წავიდა, მე ვიტყოდი რომ 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ის უკვე იყო რაღაც კვლევაძიება იმდენად ჩატარებული ქონდა ამ ენისა და უკვე კავკასიის ალბანურის ეთნოგენეზის საკითხებს სწავლობდა სხვათა შორის. ბოლოს მე მახსოვს მასთან შეხვედრა, მაგრამ ბოლოს უკვე ძიმეთ იყო ავად რომ წახური და მუხადური ენები, რომლებიც თვისტომ ენებს ეძახდა, უდიური ენის მონათესავე ენებს ორი ფასდაუდებელი მონოგრაფია გამოაქვეყნა. დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს და მოусმინოთ ხალხური საკრავების ეროვნული მუზეუმის თანამშრომელს, ქალბატონ ქეთევან ბაიაშვილს. გამარჯობა ქალბატონ ქეთევან. გამარჯობა. რას გვეტყვით უდიური ფოლკლორის შესახებ? რა სახასიათო თვისებები გააჩნია მას და როგორ არის ის ასიმილირებული მეზობელ კულტურებთან? ეს ხალხი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი უძველესი კავკასიური ტომის წარმომავლები არიან. ამდენად განსაკუთრებით საინტერესოა მათი კულტურის კვლევა, როგორც ძველი ძირებისა, ისევე მოგეხსენებათ კულტურა არ არსებობს სიახლეების გარეშე და ყოველ ეპოქაში ახალი სიახლე შედის ხოლმე ყველა კულტურაში, ამიტომ არც უდიური არ გახლავთ გამონაკლისი
და მით უმეტეს აიმ პირობებში, რა პირობებშიც მათ უხდებათ ცხოვრება. როგორც წესი, მრავალხმიანი კულტურებში ინსტრუმენტები ყოველთვის არის რაღაც როგორ გითხრათ, მეორე ხარისხოვანი. იქ წამყვანი არის სასიმღერო მრავალხმიანი კულტურა. საფიქრებელია, რომ უდიელები სწორედ ამ ტიპის კულტურას უნდა მიეკუთვნებოდნენ. არსებობს აგერ ჩაგვაწერენე სიმღერები, თქვათ სამშობლოზე, არსებობს სიმღერები მერცხალზე, აქვთ სიმღერები სიყვარულზე, არაჩვეულებრივად საინტერესო, აქვთ სიმღერები გმირებზე, ბრძოლებზე და ასე შემდეგ. ეს იგი, იცით რა, არსებობს მთელი რიგი ჟანრები ამ ფოლკლორში, ამ მუსიკალურ ფოლკლორს გულისხმობ, რომელიც მათ შემონახული აქვთ. აი ერთი დღის განმავლობაში ჩვენ შევხვდროდით რამოდენიმე ეთნოფორს, ანუ იმ ადამიანს, ვისაც შენახული აქვს მეტნაკლებად ეს ტრადიცია, გავესაუბრეთ და ჩავწერეთ კიდეც მათგან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ესეთ შემთხვევაში, აი სწორედ იმ ძველი შრეების კვლევას. და ძველი შრეები განსაკუთრებით შემორჩენილია ხოლმე როგორც წესი ნანებში, დატირებებში, ადამიანების ცხოველებთან საურთიერთობო ინტონაციებში. საქორწილო ტრადიციები იყო, გოგო ინიშნებოდა და ბიჭი, ესე იგი, სანამ არ შეთქვავდა ქორწილის დრო, მანამდე დადიოდნენ როგორც დანიშნულები. და ბიჭი რომ მიდიოდა გოგოს სახლში, მიდიოდა ხეცარელი არ მივიდოდა. სავსე, ხან თკბილეული, ხან ნაჭერი, ხან რა და. ხო და ქორწილი დაინიშნებოდა, ეს ქორწილი პირველი დღე იყო გოგოს სახლში, მეორე დღეში კიდე ისევ ის მაყრები მოდიოდნენ და მეორე დღისით მიყავდათ ბიჭის სახლში. ჩვენა ქონდა ჩვენი დამწერლობა, ჩვენი ადათები, ჩვენი წესები, ჩვენი ქორწილები და ყველაფერი, ესე იგი, ქალი თუ შედიოდა ოჯახში, პატარძალი, რა თქმა უნდა, იმან ისე უნდა მოქცეულიყო, მამამთის არ ელაპარაკებოდა, დედამთილმა საჩუქარი უნდა მიეცა და იმის შემდეგ დაელაპარაკებოდა, ფეხებს იბანდა, ქალი იყო დაჩაგრული, საერთოდ პატარძალი იყო დაჩაგრული ოჯახში. დაკრძალვის ტრადიციაზე რა სიტყვა? ვიღაცამ დაიღუპა. ერთი ღამე სტუმარია, მეორე დღე უკვე შვა დღის მერე უნდა დაასაფლავო. ქალები არ მიდიან. არა, კარებამდე მიდიან, აცილებენ ეს მიცალებული და კაცები მიდიან. 3 ჭიქის მერე უკვე იქ მაგიდაზე, აი უხმაურო დაჯიდებიან, უხმაურო შეჭამენ და უხმაურო სწავლენ. რაც ახალგაზრდობაში სკოლაში სწავლობდი, მაგ ბევრი ზღაპრები დაწერილი, ლექსები მაგ დაწერილი, სიმღერები მაგ და მე დავაწერინე ესენი მოსკოვიდან ჩამოდიან, იური ლანდერი ჩამოდის, არკაძე ჩამოდის, ბევრი ჩამოდიან იქიდან, მაგრამ ვაწერინებ ამას, რომ არ დაიკარგოს, მე დღეს ვარ ხვალე არ ვარ. ურანჟოღული არე ბეზდოღ მანანა იურდუ, ბურღოციცი, ჩომოციცი, ყაინეცე ჰარსაგალა. ჟოღლა ხოშელ ეკაბაკო, ვარდუ ხოშელ ეკაბაკო, დოღმანანა ხოშელ, მედინიანი ეკაბაკო. ეს იმას ანიშნავს, რომ მოვიდა გაზაფხული, ყველგან გაიშალა ვარდი ყვავილი და ტყეში, ეზოში და გაზაფხულზე კარგი რა არისო და ყვავილზე კარგი რა არისო, ყველაზე კარგიო რა არისო და დედაზე უკეთესი რა არისო, რა არის ამ ქვეყნად. როგორც მივხვდით, ზინობიანში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს. ფუტკარივით ყოველდღიური და მუხრ-ჩაუხრელი შრომის პარალელურად, ზოგიერთი ხალხურ წამლებს ამზადებს, ზოგი უდიური ენისა და კულტურის დაცვისათვის ზრუნავს და ზოგიერთიც უბრალოდ თავის ქვეყანას, საქართველოსა და თავის ხალხს უამრავი გასაჭირის მიუხედავად, კვლავაც დიდი სიყვარულით და მადლიერებით უმღერის. ოხ, ბეზბილია. Navina gatamanzuba Isa ekebega bigaren evele bige Tebelen bezabiçek muqnede Beziçeler çüçüt aluk netade Dirus qambaki bixaju Dirus qambaki beznana Tişobeli nana, beş şaka kestalzu.
მეზუკესათენე გელოზა საუნეკას უკინთენე თასა ყოჯაზვენე ყოჯაზ ზინობიაში სტუმრობისას ერთ მეტად საინტერესო ადამიანს წავაწყდით. ალექსანდრე აგუშკოვი წარმოშობით კაზაკია, თუმცა წლები აუდიებთან ერთად ცხოვრობს და დროთა განმავლობაში მოახერხა, რომ საუკეთესოდ შეესწავლა როგორც უდიების ენა და წერს-ჩვეულებები, ასევე ხალხური მედიცინის სხვადასხვა საშუალებებიც. ამ სოფელში მოხვდა ჩემი ბებია. გვარი ქონდა სომოვა. და აი ეს გარბაჩოვი რომ მოკვდა დეჩა მითხრა შენეთყობა ვერ აგაქვს ის აი ეს არის ბიძაშენიო რა გარბაჩოვი მაგრამ ნუ დავკარგეთ ერთმანეთი აი ეს კულაკოები რომ გაასახლეს 33 წელს მიხოცეს მოხოცეს აი სტალინის დროს რა აი მაშინდელი ჩამოსულები არიან და მე უკვე აქ დავიბადე აი ამ სოფელში აქაურები არიან უდინები ვიცი უდინური ენა დავამთავრე საშუალო სკოლა. მე გამოვიარე ჯარი. რა თქმა უნდა რუსული. ეხლა დაიშალა. ძირები ძალიან შრომელი ხალხია სხვათაშორის. ქრისტიანები არიან, უვლიან ღორს, ძროხას, ხათამს, ინდაურს, ვენახს, უყვართ მამული. ეზარებათ ზარმაცი ხალხი. აი როგორც ფუტკარმაიცის ზარმაცის განდევნა ესეთი რაღაცაა. ფუტკარი ცოტა, მაგრამ ვამრავლებ. სხვათაშორის ეხლა დავიწყე ამათი შესწავლა. ძალიან საინტერესო მწერები არიან. არ შეიძლება ადამიანი გაჩერდეს, როგორც წყალი ჩერდება და გუგდება და ყაპდება, ადამიანის ეგრეა. ადამიანი თუ გაჩერდა, ჟანგდება. როგორც მანქანა, როგორც ნებისმიერი რამე. ამიტომაც სანამ ცოცხლები ვართ, უნდა დროშა წავწიოთ წინ. არ აქვს მნიშვნელობა ეხლა პოლიტიკაში ვინ არის, ვინ არ არის, ჩვენი ის გლეხური რაღაცა ვაკეთოთ მაინც. საქმე იმდენია რომ მე შურს, რომ ვერ ვასწრებ. აი ეს ამ ცხოვრებიდან ისე წავალ რომ ყველაფერს ვერ მოვასწრებ. თორემ ძალიან ბევრი ისამაკ, აი სამოვლო გეგმა. უდიები ქრისტიანები არიან. სოფელ ვართაშენსა და ზინობიაში მცხოვრები უდიები მართლმადიდებლობას მისდევენ, ხოლო ნიჯელი უდიები მონოფიზიტობას. საგულისხმოა, რომ ნიჯელი უდიებიც თავის დროზე მართლმადიდებლები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო მოხდა მათი მოქცევა გრიგორიანულ წამსზე. ზინობიაში მცხოვრები უდიები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და აქვს თავიანთი ეკლესიაც, რომელიც სოფლის განაპირას ლამაზ ბორცვზე მდებარეობს. ჩვენ ვიცით, რომ ამ ენაზე სრულდებოდა ღვთისმსახურება, უდები ქრისტიანული აღსარებლობის ზანი გახლავან. ქრისტიანულ, ქართულ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ერთიანდებიან, ფაქტობრივად გაყოფილია მოცემულ შემთხვევაში ისტორიულად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კულტურა ნელ-ნელა განიცდიდა ასიმილაციას ენობრივი სიტუაციის ცვლის გამო. სოფელ ზინობიანის ისტორიაზე და უდინების შესახებ გაგვესაუბრა ახალგაზრდა მეცნიერი ბექა ნეშუმაშვილი. სოფელში არის პრობლემები, სოციალური პრობლემები, ბუნებრივია სოფელში არის საკმაოდ, რაც ეს არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ისევე როგორც დანარჩენი ქართველები, აქაც არის იგივე სოციალური პრობლემები. რაც შეეხება სოფლის სატკივარს და როგორც ეთნოსიძახიან, მათი ერთადერთი დახმარება იქნება და აუცილებელი დახმარება ის გაზის გაყვანა, რომელიც მათ შეუწყობთ უფრო გაუადვილებს ცხოვრებას. არა ხარ? არც ეკანი არ მოდის, დაიკეთა ახლა. გვერდზე კიდე არის ეს ბიბლიოთეკა, ფანჯრები გატეხილია. საიკეთა ბიბლიოთეკა. დღევანდელი დღე ჩვენ არც განათება წესერი არ აგვაქვს, არც ყალი არ აგვაქვს, არც კლუბი არ არის, არაფერი, არც კინო და არაფერი. აი, ერთადერთი სტადიონია, რომელიც ამ 9 წელიწადში აშენდა, დღეს იქ არის, რომ ეთქვიან ძეძვი ეკალი, დიდი ქვები და მithon სტადიონია, მაგრამ სტადიონი კი არა, ველური ტყე არის. ძალიან გვიჭირს, ძალიან. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენი დამწერლობა, ჩვენი ნათესაობა, ჩვენი ძმები, დები რუსეთში ცხოვრობენ, რაც აზერბაიჯანში არიან, რომ დასაფლავების დროს ან ქორწილი, ან ქელეხი, ან რაღაცა მივდივართ, მაგრამ რა გახდა რუსეთში ჩვენ
არც ნათესაობას ახედავთ, არც ძმებს. 3 მკვდარი იყო და არც ერთხელ არ წასულვართ, რომ შემოიყვანეს ვიზები, ჩვენ ვიზა არ აქვს ჭირდება, ჩვენ იგივე ის ხალხი ვართ, რაც ვიყავით. იმის საშუალება რომ მისცეთ, ჩვენი მკვდრებიც ავნახოთ და ჩვენი ცოცხლებიც. აი ძალიან მე ვეხვეწები მაგას ვეტყვი. რამდენი სახლია ჩაკეტილი? 45. რამდენი სახლია ჩაკეტილი, რომ ახალგაზრდები აქ არ არიან. დედა დაიღუპა, მამა დაიღუპა, სახლი დაკეტეს კლიცზე. 45 არაფერი არის თარიელი ბინები, არავინ არა ცხოვრობს ბინებშიოდა. მოხუცები დაიხოსენ, წავიდნენ და ახალგაზრდები ხან თელავში არიან, რუსთავში არიან, თბილისში არიან. არ ვიცი უკვე დაიფანტა ეს ხალხი სულ. აბა ეს სოფელი დარჩა ეგრე. 1922 წლიდან 2022 წლიდან სახლობენ ისინი მთლიანად მათი რიცხვი საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, რუსეთის ფედერაციაში 9000 არ აღემატება მათი სტატისტიკური მონაცემები. თუ ამ რიცხვს გავითვალისწინებთ, უდიური ენის მატარებელთა რაოდენობა დემოგრაფიულ სიმცირეს წარმოადგენს და ბუნებრივია დგას ამენის წინაშე სწორედ ის რისკ ფაქტორები, რომლებიც დგას მცირერიცხოვანი ხალხების წინაშე საზოგადოდ. მცირერიცხოვანად მიჩნეულია 50000-ზე ქვემოთ ვინც არის აი ეს ეთნოსები და ეს 10-ჯერ უფრო ნაკლებია კიდე რაოდენობრივად. ენა რომ შენარჩუნებულ იქნეს, თაობები უნდა იზრდებოდეს ამ ენაზე. ანუ თაობათა შორის წყვეტა ენის სწავლების თვალსაზრისით არ უნდა არსებობდეს. ანუ შვილიშვილმა რომ ენა არ იცის და ბაბუა რომ ფლობს ენას და მშობელი გარდამავალ საფეხურზეა, ისე რა ფლობს, ეს ენა განწირულია დაღუპვისთვის. თაობათა შორის წყვეტა ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა. კავკასიური სახლის ვიზიტი ზინობიაში უკვე მეორედ შედგა. პირველად 2000 წლის სტუმრობისას კავკასიურ სახლთან ერთად სოფელში იმყოფებოდნენ აკადემიკოსი ზაზა ალექსიძე, რელიგიის ისტორიკოსი ნუგზარ პაპუაშვილი და კავკასიური სახლის თანამშრომლები თამარ უჯუხუ და მიხეილ ბეროშვილი. ეს არის პავლე მოციქულის ეპისტოლეები, სათაურები კორინთელთა მიმართ, პავლე მოციქულის ეპისტოლე და ვთქვათ ასეთი ტექსტია რა. ეს არის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე სერბაულ არის პირველი ეპისტოლე დიპნუხოც დიპნ ან დიპუნ ნიშნავდა წერილს ეპისტოლეს, მაშინ დღეს ეს აღარ არის შემონახული. დიპნუხოც წერილიდან ზინობიანელები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩვენი გამოჩენილი მსახიობის ბატონ გურამ საღარაძის გამოსვლას, რომლის უდიური წარმოშობაც მათ განსაკუთრებით იამაყებათ. მე ამაყება, რომ ერთ-ერთი უძველესი ენის შვილი ვარ და წარმომადგენელი ვარ. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც ბატონო. მე პირადად როცა ჩამოვიდოდი ცალკეულ სიტყვებს ვსწავლობდი და რა თქმა უნდა პირველ რიგში უცენზურო სიტყვები რომელიც დღემდე ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ამას ხო არ ვიტყვი. არა გენაცოლე. პარლამენტი ხო არა სერიოზული ხალხი. აი პარლამენტ მიუბრუნდები და უდიურად ვეტყვი მაგრამ. იმ დღეს შეხვედრას მთელი სოფელი დიდი ინტერესით ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ უმცირესიერის დიდ ეთნიკურ თვითშეფასებას. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მეზობელი. ერთ-ერთი მიზეზი კონფლიქტების და გაუგებრობების, რაც დღეს კავკასიაში ზვირვარებს, ეს ხომ არ არის, რომ ჩვენ ძალიან ახლო ხალხი, ახლო მონათესავე, გენეტიკურადაც და ტერიტორიულად თითქმის ამ პატარა კავკასიაში ცხოვრება. არ ვიცით ვინ ვართ ჩვენ. ეხლა თუ შეიძლება ეს ენის ისამო გაკვეთილი შემოვიდეს, ეს არ დაიკარგოს ეს ენა. აღდგეს. აი მე თვალემ ქალბატონს რა ქვია თქვენ? დიდი მადლობა. თქვენ აი გულს ახედრი სიტყვა უთხარი ხალხი. აი გულს მისაწოდო სიტყვა. აი ის მიხარია რომ ამ საწყალ ხალხს ხარში ამოუყვა. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი კავკასიური სახლი ყოველთვის იჩენდა განსაკუთრებულ ყურადღებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ. გამონაკლისი არც ახლა მომხდარა.
სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა კავკასიური სახლის მიერ გამოცემული უამრავი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, რაც რა თქმა უნდა გაცილებით უფრო მრავალფეროვანს გახდის მათ ბიბლიოთეკას. ჩვენ გვაქვს ესეთი აქცია, რომ დავეხმაროთ რაიონებში ჩვენი გამოცემული წიგნი. ამასაც ჩვენ გურჯაანში ჩავიტანეთ, თელავში ჩავიტანეთ, პარიზში ალბათ ცალკე ჩამოვართ, მაგრამ მე ჩემი გასაკუთრებული ის გამოვხატე, რომ ჩავსრულო უდეში და უდესთვის იქ რაიონში რომ ჩამოვიტანე, ისინი მე გაანაწილებენ და ცოტა შეიძლება შეხვდეთ. ძალიან სასიამოვნო იყო დღეს თქვენი ვიზიტი ჩვენს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში. კარგია თუ ურთიერთობებს კვლავ უფრო გავაღრმავებთ ჩვენი სკოლა და თქვენი კავკასიური სახლის თანამშრომლები, უნივერსიტეტის სტუდენტები. აგე ზინობიანის ბაზრობა, ნახე, ელიავის ბაზრობა ეგრე არ არის, რაც ჩვენ სოფელშია. ნახე ბაზრობა. სოფელ ზინობიანში ძალიან გამრჯე და მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ. მიუხედავად საერთო გაჭირვებისა, ისინი დღენიადაგ შრომობენ. ხვავრიელი მოსავალიც მოყავდა, არც ტრადიციული სტუმართმოყვარეობის წესსა და რიგს ივიწყებენ. ჩვენმა იმ დღევანდელმა მეგზურმა სახლში შეგვიპატიჟა და უდიური სამზარეულოს ნიმუშების დაგვაგემოვნებინა. მაგრამ ქვევრებში ვეღარ ვინახდით იმას თავისი მოულა ტრადიცია, თავისი რეცხვა უნდა, თავისებური კარგად გარეცხვა უნდა ის და მაგას ჩვენ ვეღარ ვაკეთებთ. რაც ეს ბოჭკები გამოვიდა უკვე. თამაში გისიც არის. ხო, კაცი. ამაში პრაქტიკულიც არის, ადვილიც არის. მოულა გადაღება იქ. ეს არის ლობიო. ასე წერაკლია, ყველაფერი ჯიბი. ხო და ხახვი, მარილი და ყემალი. ყემალი, ახლა აქ ორი ყემალია, მაგრამ ამ ლობიოს უხდება ჩვენებული მათი ამბობა, მათი. ის არის ძველი მოხარშული, შავი ფერისა, მაგრამ ახლა აქაც არ ხარშავენ. იმიტომ ამას ბევრი დრო უნდა, ბევრი ის უნდა და არ ხარშავენ, მაგრამ ჩვენ და ხარშავენ. გინდათ კინძიც არ მაქვს რამაც და და აი ოდნავ რომ აი ტრანილის სული ხომდე. მასპინძელმა ქალბატონებმა არ დაიზარეს და რამოდენიმე უნიკალური კერძის მომზადების წესიც ჩაგვაწერინეს. მოიხარშება ბრინჯი, ამოვიღებთ მერმე ბრინჯს, მერმე ჩაყრით ცხერქვაბში დაბლა ერბო, მერმე ზეთ ბრინჯს ჩაყრით მოვფენავთ, მერე მოვაყრით წაბლი, ქიშმიში. დავდგამთ ცეცხლზე და კეთდება უდინური ფლავი. უდურად რა ქვია? ჯეინა ხუფი უდინურად, ქართულად ერგოს ფლავი. ეს არის ჩვენი ტრადიციული პური. ზოგიერთები რომ ამბობენ რომ იმიტომ არის ესეთი თხელი რომ კოვზის დროს ასრულებს. ეს არ არის სიმართლე. ეს იმიტომ არის ესეთი თხელი რომ დიდხანს ინარჩუნებს თავისი არ ობდება. და რომც გახმეს შეიძლება დაასრულო და ნახევარსაცმელი ისევ ისეთი ახალი ფუმფულა პურია. ის ჟურნალისტმა დაუსაჯა არასწორი შეკითხვა, რაში იყენებთ პურსო?
პურს რა საჭმელა? ოლიამაც უპასუხო კოვზად ვიყენებ. არა, ეს მამა. სანამ ჩემები არა აქ ზია მოდის, თამუნა ვიქარი. ზია იქ წავიდა, გოგიტო, ზიმა. მომზადებაზე წავიდა. აი ეს არის. არბილებ. აჰა. მოდით ახლა. ენა სკამი. ჩემო ახლო მეზობლებო, ახლო დები და ძმებო. მე ამ ჭიქით მინდა თუ თქვა. ორი სამშობლო მაქვს, სადაც დავიბადე, სადაც ფეხი ავიღე, სადაც ვისწავლე, სანამ დედაჩემა ნანა მითხრა და გამზარდა 22 წლისა და სად ჩემი ბავშვობა გავატარე, იმ სამშობლოს გაუმარჯოს. მეორე კიდე სადაც დავოჯოხდი, იმ საქართველოს გავამარჯო, როცა საქართველოს ძალიან გაჭირვებაში იყო, მაგრამ ბევრი ქართველი აქედან გაიქცა, ბევრი ქართველი. მაგრამ ჩვენ იგეთი ხალხი ვიყავით, იმ გაჭირვებაში გუნდა გავიარე. პეკარნი და ქარხანა გავიარე და პური ვიყიდე და ბიჭები ბალღეთ გავზარდე ამ სამშობლოს, სადაც გაჭირვებაში იყო საქართველო. არ გავიგდი, უშიქობად, უწყლობად, უდენობად, უპატიოსამნად რა ვიცი, რა თქვა რომ ჩვენ ვიყავით ბოლომდე. მაგრამ გავამარჯვეთ იმ პატარა საქართველოს, იმ ჩვენი პატარა კუთხე. იქ არის კუთხე, აქ არის კუთხე. კარგად იყვნენ ჯამთობა ჩვენი, აი მე ეგრე ვიცი რომ მე ორ სამშობლოს ხინი აქა ჭირი არცა 10 ერთი ასა შრომა პურად ჟამი ახკმა ზეგულებად ღმერთი დასკუნა ხინი აქა ჭირი არცა ერთი ასა ჟამი ახკმა მზეგუნებად ღმერთი დასკუნა